მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. მაისის GeoTeam-ის ტურნე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან სრულდება ქალაქით, რომელმაც გიორგი მამარდაშვილი ძალიან შეიყვარა. ვალენსიაში ვარ, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე ვალენსიას მაისურით ბოლო საშინაო მატჩს გამართავს მესტალიაზე. მანაც დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, მხოლოდ გამოიწვიოთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი. გიორგი მამარდაშვილი GeoTeam-ის YouTube არხზე წავედით. მესტალიური მატჩისთვის ემზადები, როცა ახლა ამ ინტერვიუს ჩაწერას ვიწყებთ. სენტიმენტალური მომენტები ხო არ გაქვს? ხო, მარტივი არაა დამშვიდობება 4 წლის მერე. ფაქტიურად ამათმა გამზარდეს 19 წლიდან აქ ვარ და ძალიან რთული იქნება. 2021 წელს ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვედი როგორც გუნდის მესამე, მეოთხე მეკარე. აი აქ რომ მოდიოდი, ყველაზე კარგ სცენარში რას წარმოიდგენდი და თუ წარმოიდგენდი იმას, რომ მიიღებდი იმას, რაც სტატუსშიც ეხლა ხარ გუნდში. ხო 20 წლიდან აქ ვარ და რავი, რას წარმოიდგენდი, ესე არ ვიცი, ჩამოვედი უბრალოდ მიყვარს რასაც ვაკეთებ და იმის დასადგენად ჩამოვედი, რაც შემიძლია და დღემდე ამას ვაკეთებ. თავიდანვე ვფიქრობდი და მინდოდა ლა ლიგის თამაში. დღეს შეიძლება იმაზე მეტი ვარ, ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოჩვენილა და კიდევ ვაგრძელებ შრომას და წინსვლას. გიო, ჩამოთვალე თუ შეიძლება შენი ტოპ 3 თამაში ვალენსიას მაისურით. მადრიდის რეალი და მადრიდის რეალი. 4 წელი გაატარე ვალენსიაში. 4 წელი იქნება. და ბევრ ფეხბურთელთან მოგვიწია ძალიან თამაში და ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც ვალენსიაში გითამაში? ერთის გამორჩევა რომ ვალენსიაში? ვალენსიაში. საუკეთესო ფეხბურთელი ალბათ გუნდის კაპიტანი ხოსე გაია. საუკეთესო იქნება. და საუკეთესო ადამიანი? ესე არ ვიცი, ანუ ყველა ესეთი ადამიანური და ესეთი ადამიანები არიან, ფეხბურთელები არიან ზოგადად რა თავდაბლები. ესე ვერ გამორჩევდი ვერავის. შეიძლება ისეთი ტიპის ადამიანი ხარ, ვინც ესე მარტივად კომუნიკაციაში არ შედის, წყნარი. შეიძლება ერთ ფეხბურთელი ან ფეხბურთელები გამოარჩიო, ვისთან ერთადაც ყველაზე დიდ დროს ატარებდი, შეიძლება მინდვრის გარეთ, სტადიონის გარეთ და ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა. იუნუსი იყო ეგეთი ერთ-ერთი პირველი თავიდან, მე იუნუსი წავიდა მილანში. მე ჩემი თურქი ძმა სენკი. და ეხლა დიმიტროვსკისთან ვარ უფრო შედარებით ახლოს ალბათ. ბურდალასი, გატუზო, ბარახა და კორბერანი ეს ის მწვრთნელები არიან, ვისთანაც რაღაც პერიოდი ყველასთან მოგვიწია ვალენსიაში თამაში. ვიციო ის ფეხბურთელი ხარ, ვისაც ყველასგან რაღაც ისწავლა, სურს ვისგან რა ისწავლე, რომელი მწვრთნელისგან რა ისწავლე? ბურდალასთან ვისწავლე ბრძოლა, თავდაჯერება მომივიდა ალბათ უფრო მაინც ბავშვი ვიყავი და მან მომცა ალბათ ის სათამაშო პრაქტიკა, რაც ძალიან რთულია 20 წლის მეკარეს რომ მიცე ჩემი აზრით. შემდეგ იყო გატუზო, ძალიან მაგარი ადამიანი და მასთან ბევრი რამ ვისწავლე, ფეხი თამაში უფრო სხვანაირად შევხედე ფეხბურთს ალბათ. სხვა ტაქტიკით თამაშობდით, უფრო მოკლე პასებით ამოდიოდით უკნიდან და უფრო სხვანაირად დავიწყე ფეხბურთზე ფიქრი ალბათ. შემდეგ ბარახა იყო გუნდის ლეგენდა, კარგი პერიოდი გავიარეთ მასთან ერთადაც და ყველა თამაში ვითამაშე წინა წელს და ეხლა კორბერანიც ძალიან მაგარი მწვრთნელია, ძალიან მაგრად ესმის ფეხბურთი, განათლებული ადამიანია და ძალიან მომწონს მასთან მუშაობა. ალბათ აი ამ 4 წელიდან ერთ თუ გეტყვი აერჩიეთ თუ ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი რომ ბორდალასია ეს ერთი მწვრთნელი, ვინც ალბათ ის გააკეთა, რასაც თითქმის არავინ გააკეთებდა საქართველოს ჩემპიონატს უფეხბურთელს ენდო. ერთია ვარჯიშზე შენ დაამტკიცე რომ იყავ ამას ღირს, მაგრამ ამას ვერ რისკავენ.
საინტერესოა გუნდიდან წასვლის შემდეგ თუ გქონდათ რამე კომუნიკაცია. კი, ბორდალასი იმ წუთებში შედის, ვისაც არ აინტერესებს ფეხბურთელის სახელი და გვარი, ვინც იმ მომენტში უკეთესია, ალბათ იმას ენდობა და იმას აყენებს და ძალიან დასაფასებელია ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი. რადგან მან მომცა შანსი და მათამაშა, დიდი მადლობა მას რა თქმა უნდა. კი, ვესაუბრე, რამდენჯერმე მქონდა მას მის წინააღმდეგ თამაში და ვესაუბრე. მადლობა გადაუხადე კიდევ ერთხელ და წარმატებები უსურვე. და ის ძალად ბედნიერია, რომ ხედავს, რომ კარგად თამაშობ. ანუ ცხოვრება შეიძლება თქვა, რომ გაგიმართლა, რომ პირველ ევროპულ კლუბში ბორდალასთან მოგიწია ყოფნა. კი, შეიძლება ითქვას. თუ დამსახურებებზე ვსაუბრობთ, ახლა გამორიცხულია, რომ არ კითხო ჩოტორენაზე, ამ ადამიანის როლი შენს კარიერაში, შენი სიტყვით როგორია? ოჩოტორენა არის ადამიანი, ალბათ, რომ არა ის, მე ვერ ვითამაშებდი. არა მარტო ამ დონეზე, არამედ ვალენსიაში ვერ ვითამაშებდი, ჩემი აზრით, ძალიან დამეხმარა გვერდში რთულ პერიოდში, როცა მქონდა ცუდი თამაშები, ჩავარდნა, კარგი თამაშებიც სულ საუბრობდით, ლაპარაკობდით, მეხმარებოდა ფსიქოლოგიურად და ძალიან გვერდში დამიდგა მოკლედ ამ 4 წლის განმავლობაში. საუკეთესო რჩევა, რაღაც ფრაზა, რაც ოჩოტორენასგან მიგიღია და არ დაგაუწყდება. ოჩოტორენა სულ საუბრობთ ხოლმე, როცა მოხს კარგი თამაში, არ უნდა მოეშვა და როცა მოხს ცუდი თამაში, არ უნდა დანებდე. ეს არის ალბათ ის მესიჯი, რასაც სულ ვიმეორებთ ხოლმე და ან არის კარგი თამაში, ან გვაქვს გამოსაცორებელი და უკეთესი უნდა გავხდეთ ეგრე. გიო, ზაფხულიდან გელოდება ლივერპული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემას მინდა შენ არ გულაპარაკია, ეს კითხვაზე გისვამ, რა იყო პირველი ის კითხვა, რაც დასვი, როცა ლივერპულთან აწარმოებდი მოლაპარაკებას. რა პროექტი ქონდათ ჩემთან მიმართებაში და რატომ უნდა ჩემი შეძენა ალბათ. და რა პასუხი მიიღე? მიყურებენ ლივერპულის მეკარეს მომავალი 10 წელი. ვიცი რომ თითქმის გადაწყვეტილი იყო შენი ტრანსფერი ბორმუთში. და უბრალოდ ჩემ თქვი უარი ამ ტრანსფერზე. დირექტორი მწვრთნელი უკვე გელოდებოდნენ კლუბში. რა მოხდა? უფრო მეც დარწმუნდა შენ გვეტყვი, ვიდრე რაღაც შეიძლება მოვისმინოთ სხვადასხვა წყაროებისგან. ხო, ნუ არაფერი, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი. ველაპარაკე ოჩოტორენასაც და ბარახასაც, იმ დროს მწვრთნელი ბარახა იყო და უთხარი რომ მერჩინო ვალენსიაში თამაში ვიდრე ბორმუთში კიდევ ერთი სეზონი განათხოვებით და საზბედნიერი ვიქნებოდი ის გადაწყვეტილება მივიღე. ბარსელონასთან თამაშით პირველი ტური და მთელი სტადიონი მღეროდა გიორგი დარჩი. ამასაც ხوار მივიღე რაღაც ზეგავლენა. ამასაც ხوار მოუხდენია შენზე. ვიცოდი რომ ვალენსიას ექნებოდა ძალიან რთული სეზონი და ესეც გამოვიდა საბოლოო ჯამში ძალიან რთული სეზონი ქონდა ყველას ერთად და მინდოდა რომ რაღაც სახით მადლიერება გამომეხატა ჩემი გუნდის მიმართ და დავხმარებოდი იმაში რომ შემდეგ წელს ლა ლიგაში ყოფილიყო ისევ გუნდი და ჩემი აზრით ეს ყველაფერი შევასრულეთ ყველამ ერთად. გძნობს თუ არა გიორგი მამარდაშვილი რომ ვალენსიაში ის უყვარდა? კი, რა თქმა უნდა. ლივერპულის გამზოლობასთან ხوار გისაუბრე. რას თქოს? ან ამ წვრთნელთან, აი იმ წვრთნელთან უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ ხშირად ეკითხები ამ წვალ შენზე, ის მაინც ჩუალდურ პასუხს აკეთებს, რომ ამ მომენტში არ აკეთებს კომენტარს შენზე, თუმცა ზუსტად იმიტომ გიყიდეს, რომ მომავალი პროექტის თავარ ნაწილად განიხილავენ გიორგი მამარდაშვილს, მაგრამ ცოტა ხوار გისაუბრია. მაგრამ თავარჩასთან არ მისაუბრია, მაგრამ უშუალო კონტაქტი მაქვს მეკარებთან და სულ საუბრობთ ხოლმე. ყველაზე აქტუალური კითხვა ალბათ, რაც ლივერპულის და გიორგი მამარდაშვილის გარშემო არის ალისონის მომავალი. დაიწერება ალისონი რჩება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ალისონი რჩება და გიორგი მამარდაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ნუ ლივერპულში უნდა წახვიდე. უნდა ჩახვიდე, აი შემდეგ რას ფიქრობ, რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი? ჩემი შემდეგი ნაბიჯი იქნება, როგორც იყო ვალენსიაში ჩემი პირველი ნაბიჯები. ჩავა და დავამტკიცებ იმას და გავაკეთებ მე რაც შემიძლია. ვიშრომებ ყოველდღიურად. მთავარია ჩემი აზრით მოთმინება, ვარჯიში და შრომის მოყარეობა და დანარჩენი ყველაფერი თავისით მოვა.
ჩემი აზრით კარგი იქნება მასთან ერთად ვარჯიში, დამეხმარება მეც გაზრდაში და დიდ გამოცდილებას მივიღებ მასთან ერთად. ანუ გიორგი მამარდაშვილი იჯარას არ განიხილავს? მამარდაშვილი რჩება ლივერპულში. შენმა აგენტმა ლეონ სეთურიძემ თქვა ერთად გადაცემაში, რომ ლივერპული ჩართულია გიორგი მამარდაშვილის მომავალ განვითარებაში, თუნდაც მიმდინარე სეზონში რაღაც პროგრამები გამოუგზავნესო, ანუ აკურდებიან მის განვითარებასო მიმდინარე სეზონშიცო და კი, რამდენჯერმე იყვნენ კიდევაც ჩამოსული, ვისაუბრეთ ლივერპულიდან და საკმაოდ მოგცემენ დიდ ყურადღებას კი. ეს გრძნობა უფრო ძალიან დიდი ინტერესი აქვს ჩემი მიმართ. რა თქმა უნდა კი. რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელოდები რომ ნახო ლივერპულში ჩასვლის შემდეგ? ლივერპულში ჩასვლის შემდეგ ყველაზე მეტად ველოდები ალბათ ყველაზე მეტად მინდა რომ ნახო ჩემი თავი ენფილდზე როგორი იქნება. იმი ალბათ გაინტერესებს. და ლივერპულის რომელიმე ფეხბურთელთან ხო არ ქონია კომუნიკაცია? ჯერჯერობით არ ვიცნობ არავის. გიო ვალენსიამ ლა ლიგამ ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშმა რა მოგცა? გძნობს თუ არა გიორგი მამარდაშვილი თავს ვარსკვლავად? არა, ვარსკვლავად არ ვზნობ თავს სიმართლე გითხრა და არც მინდა რომ ვირიცხო, ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. რა მოგცა ტოპ 5 ლიგაში თამაშმა და ალბათ გამოცდილება ჩამოვედი როგორც ბავშვი შეიძლება ითქვას და მივდივარ აქედან როგორც უკვე გამოცდილი მეკარე ჩემი აზრით. ბევრ ვარსკვლავის წინააღმდეგ მოგიწია თამაში და ხშირად კომუნიკაცია შედიოდი მეტოქეებთან. ამ ესეთი კომუნიკაცია ხო არ ყოფილა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან, რომელიც ალბათ ჩვენთვის დასამახსოვრებელი იქნება. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ბოლოს რეალ მადრიდთან თამაში იყო ინისიოსთან 50 ევრო რომ მოვქე. საიდან მოდის? აი საიდან გამოიმუშავა trash talk-ი ქვია თუ mind game-ი პენალტის წინ? ხო, ალბათ უფრო mind game-ი ალბათ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეგეც გამოცდილებიდან მოდის ალბათ, იმიტომ რომ თავიდან ვერ ვიღებდი ხოლმე ესე პენალტებს მარტივად და შემდეგ მინდოდა ანუ რაღაცა ისეთი გამეკეთებინა რომ დამეწყო პენალტების აღება და ნელ-ნელა უკვე ესპანურიც რო კარგად ვიცოდი, დავიწყე ფეხბურთელთან ლაპარაკი და შედეგით გამოიღო უკვე 6 პენალტი აღებული მაქვს. აი ეს ესპანური ვისწავლე გამიადულდა ბევრათო ამ ინტერვიუს უყურებენ დარწმუნებული ვარ ახალგაზრდებით რო უთხრა იმ ახალგაზრდებს რომლებიც ეხლა იწყებენ კარიერას ამდენად მნიშვნელოვანია რომ ფეხბურთელმა იცოდეს უცხო ენა და ის ენა რომელ ქვეყანაშიც თამაშობს. ხო, ну ალბათ ყველაზე ბანალური რაღაცაა რომ ფეხბურთელმა უნდა იცოდეს უცხო ენები, მაგრამ მართლა ესია, მეც ეგრე მეგონა რომ აი იქ რო ჩავალ მე ვისწავლი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან გამიჭირდა თავიდან და ერთი დიდი ბარიერია, რომელიც უნდა გადალახო ალბათ და რაც მალე იზამ ამას, უფრო კარგია ყველასთვის. გიო ზუსტად 1 წლის წინ ვიყავი ვალენსიაში, შენთან როცა ინტერვიუ ჩავწერეთ. მაშინ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდი. თითქოს ძალიან მალე გავიდა ეს ერთი წელი. აი იმ ტურნირმა გიორგი მამარდაშვილს რა მისცა? პირველ რიგში სიხარული ალბათ როგორც ყველა ქართველს მეც ემოციურად სადერთული ვიყავი ამ ტურნირის შემდეგ და გამოცდილება ალბათ შემდეგ იქნება გამოცდილება გამოცდილებას თითოეულმა ფეხბურთელმა მიიღო ალბათ თითოეულმა გულშემატკივარმა მიიღო იმიტომ რომ არ ქონია ესეთი გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის ისე ფეხბურთელებისთვის და ისე ქვეყნისთვის ესე ვფიქრობ. ჩეხეთთან მატჩს საუკეთესო ფეხბურთელი გახდი. დარწმუნებული ვარ ბევრ მილოცვას მიიღებდი. ვინმე ისეთისგან ხო არ მიგიღია მილოცვა ვისგანაც არ ელოდი. არა. თვითონ მაგ ჩემპიონატმა ამდენად გაზარდა ჩვენი ნაკრები. ზუსტად მაგ ჩემპიონატის მერე დავიჯერეთ ალბათ ჩვენი თავების და ზოგადად ბოლო ერთი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ჩემი აზრით მარტის თამაშების შემდეგ და მე შემდეგ ეს ევროპის ჩემპიონატი დიდი გამოცდილება მივიღეთ, დიდი თავდაჯერებულობა მოგცა ამ ყველაფერმა და უბრალოდ ვირწმუნე ჩვენი თავის რომ ჩვენ შეგვიძლია კარგად ფეხბურთს თამაში. მარტში 2 მატჩი სომხეთთან და თითქოს ისე მარტივად მოგეთ ვარჯიშები იყო. რეალურად სად არის საქართველოს ნაკრების დონე, შესაბამისი დონე. მეც მაინტერესებს ეგ და ალბათ ყველა ერთად ვნახავთ მაგ ყველაფერს. გიორგი გოჩოლეიშვილთან ვიყავი ჩვენამდე და გიორგი მოუნებოდა რომ აი
მართლა ხანდახან დღეებს ვთვლი რომ ნაკრების შეკრების პერიოდი მოვიდეს რომ იქ ჩავიდეო ისე მიხარია ჩასვლაო და შენს აი რას გულისხმობ და აი რა გარემოა ნაკრებში მართლაც ეგრეა ალბათ იწელება ხოლმე ეს პერიოდი ხთან 4 თვე არ იყო ეხლა კიდე სექტემბრის ზაფხულში არის მაგრამ ბევრი ფეხბურთელი არ იქნება და მე სექტემბრამდე აღარ არის უკვე და დიდი დროა ხოლმე პაუზები და ისეთი ოჯახური გარემოა ანუ ბიჭებს ერთმანეთს პატივს ვცემთ გვიყვარს ან ერთმანეთი და ერთად გატარებული დრო ოქროს ალფასია მართლაც და უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ როცა ნაკრების შეკრებაზე ვართ ვარჯიშის შემდეგ სასტუმროში ყველგან ალბათ დიდი სიამოვნებაა მეც რო ჩავდივარ ძალიან მიხარია ხოლმე ორი კვირით ადრე ვალაგებ ჩემოდანს რომ ნაკრებში ჩავიდე ამ სეზონში იყო პატარა პერიოდი როცა ალბათ ყველაზე მეტად შენი ყავი შენი თავით უკმაყოფილო როგორ ფიქრობ რა გააკეთა გიორგი მამარდაშვილმა შემდეგ იმისთვის რომ კვლავ ბოლო თვეებიან ფრინავ მამარდას უყურებთ რასაც ყოველთვის აკეთებდა იმას ის გააკეთა ალბათ ანუ ეგეთი პერიოდები ფეხბურთელებს როგორ გახავთ ფეხბურთელებს არ ვიცი როგორ გახავთ მე გამყავს არ უნდა დანებდე თავი არ უნდა ჩახარო და პირიქით ასაკეთებდი ისევ იგივე გააკეთო ვარჯიში შრომა და როცა შრომობ ვარჯიშობ არაფერს როგორც როცა შრომობ და ვარჯიშობ მე ყველაფერი მოდის და თავის ადგილზე დგება და როცა იცი რა შეგიძლია ყოველთვის გააკეთებს მაინც ბოლოს იმას რაც არის შენი მაქსიმუმი ვინ იყვნენ ადამიანები ვისი მოსმენაც აი იმ პერიოდში ყველაზე მეტად სიამოვნებდა აი სწორ სიტყვებს რო გეუბნებოდნენ მოჭადრაკეებს ვასაუბრებოდი ხოლმე ხშირად მანდაც და მეუბნებოდა რომ უბრალოდ შვიდად ყოფილიყავი წყნარად და გამიგრძელებინა ჩემი საქმე და საბოლოო ჯამში აუცილებლად დავდგებოდი ჩემს ადგილზე სადაც უნდა ვიყო ყოველთვის და ესეც არის ჩემი აზრით გამოვასწორე თამაშიც უკეთესად ვარ და უკეთეს ფორმაში ვარ ახლა რამდენად ყოფილია 2024-2025 წლის სეზონით გიორგი მამარდაშვილი თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ სეზონში მიიღე გამოცდილება ყოფილიყავი თუნდაც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე რა სიახლე იყო შენც როგორც ფეხბურთელისთვის ფული სეზონი გამოვიდა იმიტომ რომ მოვდიოდი წინა სეზონის ემოციებიდან ევროპის ჩემპიონატიდან და შემდეგ დაიწყო საერთო სხვა რეალობა თამაშებს ვერ ვიგებდით უკვე ვალენსიაში და ნუ საბოლოო ჯამში რთული სეზონი გამოვიდა ჩემი ნაკრებშიც ვერ წავიდა ისე კარგად საქმე წავაგეთ თამაშები რამდენიმე თამაში ოქტომბერში და ნოემბერში და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გამოვასწორე ჩემი აზრით ახალ წლიდან უკეთესად წავიდა ყველაფერი საბოლოო ჯამში სიმართლე გითხრათ არ ვიცი როგორი სეზონი გამოვიდა ვიცოდი რომ რთული სეზონი მექნებოდა არ მექნებოდა მარტივი სეზონი მაგრამ ჩემი აზრით შევასრულეთ ის რაც უნდა გავუკეთებინა გუნდი დავტოვეთ ვალენსია დავტოვეთ ლა ლიგაში და მეც მზად ვარ შემდეგი ეტაპისთვის ჩემი აზრით შენ თქვი რომ სხვა რეალობა დაიწყო ჩემპიონატის შემდეგ ხო უკვე ლივერპულთანაც უნდა ხელი მოწერილი აი გულწრფელად აი რაღაც მომენტში შენი ყველაზე კარგი შენი თავი ის მომენტი ხო არ ყოფილა რომ როცა უკვე იცი რომ კარგი ან კონტრაქტზე გაქვს ხელი მოწერილი ლივერპულთან რაღაც მომენტი შეიძლება თუნდაც მოდუნდე შეიძლება ეს იყოს პატარა ხანი თუმცა მოდუნების მომენტი ხო არ ქონია არასოდეს არ მოდუნებული ვარ იმაზე მეც ვარჯიშობდი რასაც აქამდე ვარჯიშობდი უბრალოდ ხანდახან არის ფეხბურთში ალბათ ისეთი მომენტები როცა ფეხბურთელს რაღაც არ გამოდის შეიძლება წინ მოთამაშე ფეხბურთელი ვერ იტანდეს გოლს ყველაფერს აკეთებდეს მაგრამ რაღაც არ გამოდიოდეს იგივე მომენტი მქონდა რაღაც პერიოდი მეც რომ ყველაფერს ვაკეთებდი მაგრამ რაღაც არ გამოდიოდა რაღაც ბურთს ვერ ვიღებდი შეიძლება მაგრამ ნუ როგორც თქვი ვარჯიშით სწორი ცხოვრებით და შრომით ყველაფერი თავის ადგილზე დგება შემდეგ და თუ ფეხბურთელს აქვს ის ხარისხი და არის მაგარი საბოლოო ჯამში ის ფეხბურთელი თავის ადგილზე დაუბრუნდება ყოველთვის გიო ჩვენ 2024-2025 წლის სეზონის შეჯამებაზე ვლაპარაკობდით და ამ სეზონის საუკეთესო სიახლე შენს ცხოვრებაში ნოემბერში მოხდა წესს ალბათ მივხვდი ვიზეც არის საუბარი ენი მამარდაშვილის შემობრძანება შენ ცხოვრება როგორ შეცვალა რა თქმა უნდა კარგად შეცვალა ანუ
ოჯახში ყველა ბედნიერია. მაგრამ ანუ რთული არის ეგ ყველაფერიც რაღაც ცვლილებასთან არის ცხოვრებაში დაკავშირებული და ფეხბურთის მხრივ ცოტა რთული იყო ალბათ ჩემი აზრით. იმიტომ რომ განსხვავებული ცხოვრება დავიწყე, ბავშვთან ერთად საერთოდ სხვა არის და მიჩვევა უნდა ალბათ მაგ ყველაფერსაც და ეხლა ყველაფერი კარგად არის. ახალი თაობის ფეხბურთელები თითქმის ყველა ერთდროულად გახდით მამები. აი როგორ ფიქრობ აი მაგ მომენტმა უფრო მეტად ხო არ გაახალისა კიდე უფრო სიტუაცია ნაკრებში. აი როგორც მამურად ხო არ რაღაცები მაგათად მარჩი ხო არ განგიხილავთ როგორც მამებს, შობლებს. ეს თემა ეს სათალაპარაკო თემა ხო არ დაემატა ნაკრებში? კი, როგორ არ დაემატა. გოჩოლას კითხეთ რაც გინდა, ყველაფერი იცის უკვე ბავშვზე. კი, მაგრამ ჯერ ალბათ უფრო ვერ გძნოთ, იმიტომ რომ პატარები არიან ბავშვები და აი რო წამოიზრდებიან, შემდეგ უკვე უფრო სხვა იქნება. რა არის ის რაც ბოლო 6-7 თვეში ისწავლე როგორც მამა? პამპერსის გამოსვლა არა. საჭმლის გაკეთება ვისწავლე. რა ვიცი, არ ვიცი, რა ვიცი. ბავშვის დაძინება? კი, ბავშვის დაძინება ვიცი, მაგრამ როცა იმასაკს მიაღწევს, რომ უკვე რაღაცეების სწავლას, გააზრებას დაიწყებს, რა გინდა რომ პირველი ასწავლო? მაგას არ მიფიქრე ესე ჯერ ძალიან პატარა. და გიო, ბოლო კითხოთ ეს რაღაცას დავსვა. მე როგორც ვიცი, როცა შენ ვალენსიაში ახალი გადასული იყავი, გურამ კაშიამ შენ გითხრა, რომ თუ შენ ვალენსიას მეკარე გახდები, შენ ტატუს გავიკეთებ. დარჩა ისე ადგილი? ხო და მე მაინტერესებს თუ აპირებ, რომ გურამ კაშიას ეს სიტყვები გაახსენა. მე ვიდეოც მაქვს მაგის ისე ვიცი. მართლა? ანუ გაახსენებ კაშოს? არა, მე არ ვახსენებ ყველაფერი, ფაქტები მაქვს. მატჩის დღე ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის ბოლო საშინაო მატჩი ვალენსიას მაისურით ბოლოს ატლეტიკის წინააღმდეგ მივდივართ მესტალიაზე სამწუხაროდ ვალენსიამ წინა ტურში წაგებით დაკარგა ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი, თუმცა ეს გუნდი იბრძოდა თარში იმის თუ არ გავარნილიყო. ეს მისია შესრულდა, თუ საფრთხე აღარ ემუქრება, წავიდეთ ვისი ამონოთ თამაშით და ნახოთ მამარდას ბოლო თამაში მესტალიაზე და ვალენსიას ფეხბურთელი სტატუსით. მე მგონი დღეს სავსე იქნება მესტალია. ძალიან ხალხაობაა კუჩაში. ნახოთ მესტალიაზე კარგი ატმოსფეროს ველოდებით. Ahí tenim els nostres porters que salten al terreny de joc per a fer els exercicis d'escalfament mentre són els demás deben néixer tarde. სტადიონზე ვართ უკვე მეგობრებო. ლეგენდარული მესტალი, რომელიც საკმაოდ დიდია, უამრავი ამუნახავს ამ სტადიონს, უამრავი გამარჯვება. ეს აქ გიორგი როგორც ვალენსიას ფეხბურთელი ბოლოჯერ ითამაშებს. თვითონ სტადიონი გაიცემა, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს აქ ხალხი და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან და ნახოთ როგორი გამოვა ჩვენი ფინალი მამარდასთვის ეს დღე.
მარტინ გადაიგე მას. მეგობრებო, პირველი ტაიმი დასრულებულია 0-0 ვალენსიასა და ბილბაოს შორის. ვერ გეტყვით რომ გამორჩეულად სანახაობრივ თამაშველოდი და ესეც არის, იმიტომ რომ ორივე გუნდის სატურნირო სიტუაცია გარკვეულია და არ აქვს мотиваცია, ვერ ზემოტავლენ, ვერ მოჩავლენ. მამარდასაც ბევრი საქმე არ ქონია. შეგასაძლებთ რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარებეთი. მადლობა მათ რომ გვეხმარებიან გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. და წამოდით ნახოთ, იქნება თუ არა მეორე ტაიმი პირველზე უკეთესი. Wilson, 4641 espectadors en Mestalla. Una volta més. Moltes gràcies. Dale, mama! მეორე ტაიმი უფრო დატვირთულია მამარდასთვის. პირველ ტაიმში როგორც საქმე არ ქონდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი 58 წუთზე ერთ მონაკვეთში ორი სევი განახორციელა. არ იყო ისეთი სევები, რო თქვა რომ მამარდასგან გაგუკვირდა, თუმცა პირველი ტაიმის განსხვავებით აქტივში ჩაეწერა უკვე ორი მოგერიებული ბურთი გიოს. სამოცდამე 12 წუთზე ბილბაო დაწინაურდა, საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანეს ბასკეტმა 1-0. იგებენ სტუმრები. საჩემზია თქვა რომ ამარდა არ ულამაზეს გოლი გაიტანეს, ძალიან პატარა შანსი ჰქონდა გიოს ამ ბურთის მოგერიების. Afició, vos demane, si podeu, que no se n'aneu, perquè avui volem dir-li adeu a un futbolista que avui juga, que avui ha estat a l'estadi. Afición, debutaba en el Valencia el 12 de septiembre de 2015 en el Molinón y desde aleshores el Cat Almenara ha sigut un dels jugadors més estimats del valencianisme per la seva entrega incondicional, per la seva passió i estima cap als nostres colors i el nostre escut. 10 anys! Avui no és un adeu, és un fins sempre perquè Mestalla i el València sempre. Matxi დასრულებულია, სამწუხაროდ მამარდას ბოლო საშინაო მატჩი მესტალიაზე მარცხით დასრულდა. თუმცა ეს ფეხბურთია, ყოველთვის იდეალურად არ სრულდება რაღაცები. მამარდა კი ახალ თავგადასავალს დაიწყებს მესტალიური 4 წლიანი კარიერის შემდეგ. კარგი 4 წელი იყო რა. ამაზე გამოვარ ვიცო.
ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვლოგი და ინტერვიუ გიორგი მამარდაშვილ ვალენსიიდან დასრულებულია. გიორგის თავგადასავალიც ვალენსიაში დასრულდება და იწყება უკვე ლივერპული ახალი სეზონიდან. ამ ინტერვიუდან გაიგეთ რომ გიორგი ნებისმიერ შემთხვევაში ლივერპულში იქნება შემდეგ სეზონში. ალისონი წავა თუ დარჩება. იმედია ისიამონეთ, გთხოვთ არ დაგაუწდეთ ჩვენი არხის გამოწერა 400 გამომწერი გვაკლია 100,000 გამომწერა და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი ვისაც ეს აქამდე გაკეთებული არ გაქვთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიტოვეთ კომენტარები. ჩვენი მაისის ტურნე ფეხბურთელებთან დასრულებულია. იმედია ისიამონეთ ჩვენი ამ თვის ვიდეოებით. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. Eres el mejor portero del mejor. Hazlo igual en el Liverpool. Eres el mejor portero del mundo. Vas a salvar al Liverpool en Champions. Confío en ti, Confiamos. Martín, Georgi, ¿me firmas para un amigo? Grande Georgi. Choca. Esas manos. Muchísimas gracias. Buah, qué manos. La foto, por favor, chiquilla. La foto. Y una foto. Georgi, eres el mejor. Vas a ser muy grande. Una firma, por favor. Espera que llegue el Diego. Me firma la camiseta de la chiquilla, por favor. Por favor, jefe. Gracias, de verdad. Me firma, por favor. Cuídate. Aquí, donde quieras. Una foto. Vamos, David. Suerte, por favor. Gracias. Quédate, por favor. El reto. Gracias. ¿Me puedo, por favor? ¿Puede pasar? Sí, pasa. Una foto. Por favor. Gracias. Sigue intentando. Esta también, por favor. Me dejes, pero necesito una foto. ¿Una foto? Sí. Gracias. Éxito. Gracias. Toma, donde puedas. Perquè tinc la sede tot quasi tot. Una foto? Gent, una foto. Que no puc. Ahí davant. Gracias, Éxito. Dale. Intenta pasar. Que no puc. Y tú primero. Una firma no me debe ser así. Bueno. Georgi, porfa, la firma. La firma. Així no me la faig. Donde quieras firmarla. Muchísimas gracias. Si quieres hasta quédatelo. Ya me da igual. Si és que no... Ja t'he firmat, Georgi, gracias por todo, Gracias por Una todo. foto, Vincent, corre. ¿Puedes mandar un saludo para Elba? Que vas a triunfar en Liverpool, Ojalá volvieras algún día. Una foto, Vincent. La última ya está. Vale, una foto. Ya.